ჩვენ დღევანდელ სხდომას დავიწყებთ ბატონი ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვით. საქმე ეხება იმას, რომ ჩვენი კომისიის სამდივნო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად უკავშირდებოდა მას, როგორც ბატონ მამუკა ხაზარაძეს, ასევე ბატონ ბადრი ჯაფარიძესაც თხოვდა მობრძანებას კომისიის წინაშე და შპს მაგნატის საქმეზე კითხვებზე პასუხის გაცემას, მაგრამ ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა შეისყიდა სპეციალურად მომსახურება საქართველოს ფოსტისაგან და ფელდეგერი გამოცხადდა ბატონი ბადრი ჯაფარიძის საცხოვრებელ მისამართზე თბილისში, გუშინწინ დილის 9 ნახევარზე, მაგრამ მას კარი არ გაუღეს იმისთვის, რომ ჩაებარებინა წერილი შეტყობინება, რომლითაც ჩვენ ბატონ ბადრი ჯაფარიძეს ვიწვევდით გუშინდელ სხდომაზე შპს მაგნატის საქმეზე კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამის შემდეგ ფელდეგერს მოუწია პოლიტიკური გაერთიანება ლელოს ოფისში მისვლა, სადაც ბატონი ბადრი არ დახვდა, თუმცა ფელდეგერი მეორედ მივიდა ოფისში. ბატონი ბადრი იყო ადგილზე, მაგრამ ფელდეგერთან შესახვედრად მოავლინა ორი თანამშრომელი, მათ შორის ერთი იურისტი, რომელმაც შესთავაზა ფელდეგერს, რომ გადაეცა მისთვის წერილი, თავად გააცნობდა ბატონ ბადრის და დაუბრუნებდა პასუხს. თუმცა წერილი თვე, სადაც იყო ჩვენი ოფიციალური შეტყობინება, უკან დაბრუნდა თანამშრომელი და ფელდეგერს განუცხადა, რომ ბატონ ბადრის არ სურდა ამ წერილის ჩაბარებას. ჩვენ გუშინ მიუხედავად ამისა ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მიგვეცა დამატებითი დრო ბატონი ბადრისათვის, იმიტომ რომ შესაძლოა, როდესაც პირი პოლიტიკურ პარტიაში მუშაობს, მეც მაქვს ამის გამოცდილება, გარკვეული შეხვედრები ქონდეს ჩანიშნული მათ შორის მოქალაქეებთან და არ სურდეს საკუთარი სამუშაო გრაფიკის დარღვევა. თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ის რამდენიმე დღით ადრე მას უკავშირდებოდა სამდივნო და შეეძლო, რომ კომისიის და მისი პირადი თუ პროფესიული გრაფიკი ერთმანეთისთვის ერთობლივი ძალებით მოგვერგო. მან ეს არ ისურვა და მოკლედ ის დამატებითი დრო, რაც ჩვენ მივეცით გუშინ 4 საათამდე, ის კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ჩვენ აქ ვიყავით, ყველა მას ველოდით და 4 საათამდე არ მოვიდა. ამიტომ მე გთავაზობთ, ვინაიდან სხვა გამოსავალი აღარ აქვს უკვე კომისიას, სამართლებრივად და პროცედურულად, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები სავარაუდოდ უკვე არის სახეზე. დანარჩენს პროკურატურაში აფასებს სამართლებრივად, ეს აღარ არის ჩვენი საქმე და გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავყენოთ საკითხი ბატონი ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტული ქმედების, თუ გნებავ თუ მოქმედობის, თუ რასაც დაარქვეს პროკურატურა, გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე საქართველოს პროკურატურაში, ვინ არის მომხრე. ერთხმად მიღებულია გადაწყვეტილება, მე მინდა სამდივნოს ვთხოვო და ასევე აქ და დარბას მიღმამყოფი მედიის წარმომადგენლებისთვის განვმარტო, რომ როდესაც ჩვენ ვიღებთ კენჭისყრის წესით გადაწყვეტილებას, რომ ესა თუ ის საქმე გადაიგზავნოს პროკურატურაში, ეს არ ნიშნავს, რომ კენჭისყრის დასრულებიდან მომდევნო 5 წუთში საქმე აქვს პროკურორს მაგიდაზე. შესაბამისად, ეს მოხდება დღის ბოლომდე, როგორც ეს იყო გუშინ ბატონი მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, დღის ბოლოს, როცა სხდომა დასრულდა, ჩვენ შევკრიბეთ ყველა დოკუმენტაცია სამდივნომ და გადაიგზავნა ჩემი ხელმოწერით. ამიტომ ვინაიდან ჩვენ დღის განმავლობაში გვაქვს მთელი დღე სხდომა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, იცოდეთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია გადაგზავნის შესახებ, მაგრამ საქმე გადაიგზავნება სხდომის დასრულების შემდეგ დღის ბოლოს. ამიტომ საქართველოს პროკურატურის და სხვა სამართალდამცველი სტრუქტურების შეწუხება დღის ბოლომდე, რომ წაიკითხეთ თუ არა საქმის მასალები, საჭირო არ არის.
გუშინ იყო ასეთი საკითხი და ამიტომ ზედმეტ ფორი აქვს, შევქმნით, იმიტომ რომ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვს და საქმე გვაქვს. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ჩვენ პირველი სხდომა გვაქვს, რომელიც სრულად მიეძღვნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას 2004